მე ვარ დანიელა ბესლამეძე 10 წლის. ვსწავლობ თხინარის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ხელვაჩაოში. თამაშობ შეტევაში მარცხენა ფლანგზე. მოიდაზე ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტის გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 10-12 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. თამაშობდი ზუსტად უკრაინელების გუნდს მარინელებს და შეტევაში რომ ავედით, უცებ მე კარგ გამოვაგდო ბურთი. როდესაც მოხსნა და გამოვაგდო ბურთი, უცებ მე მივედი ბურთთან მოვასწარი სტარტკმა და გავიტანე გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. მყავს 2 წვრთნელი ალეკო მასწავლებელი და ოთო მასწავლებელი. უფრო მხიარული ოთო მასწავლებელი და უფრო მკაცრი ალეკო მასწავლებელი. ჩვენს გუნდში არის ძალიან კარგი განწყობა. გაიმართა რომ მყავს კარგი გუნდელები და კარგი მწვრთნელები. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ჯერ ვითამაშებ ამ გუნდში, შემდეგ გადავალ დინამო ბათუმში, შემდეგ უესტ ჯორჯიაში და შემდეგ დავიწყებ უფრო კარგ დონის გუნდებში გადასვლას რეალ მადრიდში, ბარსელონაში და ლივერპულში. მე კარიერას დავამთავრებ, რო ვიქნები უკვე 30 წლის. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მხატვარი. ხატვა ახლა ძალიან მიყვარს და სულ ხატავ. ხატვა შემაყვარა ხელოვნების მასწავლებელმა თამარ უძუნაძემ 8 წლის ასაკში. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს. ჩემთვის შედარებით რთულია მთების დახატვა და ადვილად წარმოქმნა, სოფლების დახატვა და ასე შემდეგ. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და დაახლოებით 25 ნახატი მაქვს სახლში. იმიტომ ვაგროვებ, რომ როდესაც მე დიდი გავიზრდები, ჩემი ქონება დარჩეს ჩემს შვილს. ჩემი აზრით მე ყოლება შვილი და დავარქმევ გაბის და მარიამს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გულს იმიტომ დავუცედი, რომ მქონდა ობიექტური მიზეზი. ცოს რომ მოვიყავ ვიქნები 26 წლის. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები, კარგი კლასელები და ასე შემდეგ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანასტასია თომაიძე. ყველაზე ჭკვიანია ილია დავითაძე. ყველაზე მშვიდია თამილა ცეცხლაძე. ყველაზე ბედნიერი გონია ანასტასია ბერიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ყურადღებიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. ყოველი მასწავლებელი ნარგიზ პატარაძე. ის ძალიან მეგობრულია, ლამაზია და კეთილია. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ გადავიფიქრე. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ სკოლა მალე დავამთავრო. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ბაბუა, ბებია, ბიცოლა და ვიძია. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა. ჩემი და არის 15 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, პრანჭია, ნერვესმომშველი და კეთილი. ნერვებს მეშლის, როცა არ ვარ ხასიათზე თამაშის, გართობის და ხელს მიშლის. უბრალოდ ნერვებს მიშლის. ჩემი ელენე რო გაიზრდება, გამოვა ქიმიკოსი. მამიკო არის შემსავით სიმპათიური, მამაცი, ვაშკაცი, კეთილი და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, კეთილი, მხიარული. ძალიან მიყვარს დედიკო შემწვარი კარტოფილი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი გააკეთებს ყველაზე კარგად, მე მგონი ფენოვანებს. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. სიამოვნებით ვთამაშებდი მაგ ფილმში მთავარ როლს. ჯადოს ოჯახი რომ მქონდეს, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი შრი-ლანკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრობდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი მეგობარ დემანტესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის ლეპტოპი. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.